ესე იგი მეგობრებო, დღეს გიბრუნდებით მორიგი განყოფით. Პირდაპირ გავხსნათ. ორი ახალი მანქანა ჩამოგვევიდა. მაგრამ ეს გავხსნით ერთ ახალ მანქანას 50 ლაიქზე გავხსნით მეორეს. ამ მანქანას დიდი ხანი ველოდებოდი. ამის ბრაშტ ვერსია უკვე ჩამოსული არის, ეს არის ბრაშტლეს ვერსია. ბევრად უფრო სრაფია, ბევრად უფრო ახალია და ბევრად უფრო მეტად შეგიძლია რომ გაერთო. გავხსნით და ნახოთ რა დებს შიგნით. რა თქმა უნდა, უგუღმა გავხსენი. ვა! ჩემი გარი. აუ შეხედე. მინდა რომ ხელში დავიჭირო დროზე. ესე დამაგრებული მანქანა რო არ იმოძრაოს. პულტი სამაგრებულია არა. ესე იგი რა გვაქვს კიდე მანქანის გარდა შიგნით? პულტი. აი, რა მოყვა ნახოთ ცებ. დრიფტის საბურავები 4 ცალი. ლიპოს დამტენი, რომელიც ძალიან მაგარი არის, უკვე გამოცდილი არის და ლიპოებს ტენის თითქმის 9 საათში, 1 საათში და 4 საათიც აღარ გიწევს. მოყვა ეს გულპავები პულში ამ მგონი. კიდე ეს არის ბორბლის დახრის მარეგულირებელი, ხა ამ წუთში ამას შეწეული იქნება ბორბლები შეგნით და აბას თუ დაუყენოთ პონდ გამოწევს და სხვათა შორის სხვა მანქანები როცა დავტესტეთ დრიფტზე ეს ბევრად უკეთესია. მოყვა კლიპსები რო დაგეკარგება რო შეცვალო, კიდე ერთი ჩაოლებრივი ატვერკა და რავი, ალანკი კიდე ერთი ცალი. ერთკუთხედი. უცებ პულზე რო ვთქვათ, აქედან შეგვიძლია სინათლეების კონტროლი, შეგვიძლია გაზის კონტროლი, შეგვიძლია ბორბლები რო გავასწოროთ, რომ მანქანამ სწორად იაროს. ეს არის სინათლეების კონტროლი, მიხვდა მოხვდა, გაზი ტორმოზი. всё. და ეხა ხავარ ნაძეზე გადავიდეთ. მოდი აქ. ნახე რა მაგარია. რამდენი ხანი ველოდებოდი ამ მანქანას. აი პროსტა ნახეთ იმინა, აი ჩემი საყვარელი არსი მანქანები არის რალის მანქანები და აი ამ მანქანას რო შევხედე, აი ეგრევე ვიცოდი რომ უნდა მეყიდა რა. წინ ჰედლაითები მუშაობს, უკანა თეილაითები მუშაობს, ძალიან მაგარი სპოილერი, უკან დიფიუზერი, აქ კიდე ესი ანათებს და დისკებიც ძალიან დამევასა სხვათა შორის რა. ნუ საერთო ჯამში ბადიზე და დიზაინზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, ძალიან დამევასა, მაგარია და ჩავიხედოთ შიგნით. დამაგრებული არის კლიპსები, სხვათა შორის ესენი კაი კლიპსებია, ასე რომ აქ ამოწეული თავი მარტივ მოსახსნელია. 4 კლიპსია, კიდე 4 მოყვება. ნახოთ რა არის შიგნით. ნუ ეს სინათლეები არის დამაგრებული, შეგვიძლია დროებით ამოვიღოთ. როგორც აქ ხედავთ, სინათლეები გვაქვს წინ, აგერ კიდე მეორე სინათლეები მიდის უკან. ბადი, როგორც ჩანს, არის PVC, სხვათა შორის PVC საკმაოდ გამძლე პლასმასის სახეობა არის და ბევრად უფრო მარტივია, როცა რაღაცა შეჯახება, მანქანა მარტივად ატყდება, აი, იზნიქება, მიდის უკან. ამიტომ არსი მანქანებში PVC და კარბოჰიდრატის რაღაცა მინარევები ყველაზე გამომდგარი არის და ეს PVC-ს გავს უფრო. ამიტომ კარგი იქნება. რაც შეეხება წინ გუბკის ბამპერი ვთქვაქვს, რომ მანქანა და ჩასი დაიცვას. რაც შეეხება ჩასის შვენიერი ჩასი, პლასმასი არის. როგორც ვთქვი, პლასმასი რაღაცას რო დაეჯახება, შეიზნიქება, გამოვა უკან მეტალი. რო შეიზნიქება, რჩება შეზნექილი. ამიტომ პლასმასი არსი მანქანებში ხშირად გამოიყენება და სხვათა შორის ეს პლატფორმა უკვე ვიცით დაარსებული გვაქვს, გამომდგარი არის, ამიტომ საკმაოდ კარგი და სოლიდური ჩასი არის. რაც შეეხება წინ ნახდება, ეს როგორც ვთქვით, მეორე მოყვება, ამიტომ შეგიძლია არეგულირება, უფრო პატარები დაუმაგრო ბორბლები ოდნავ გარეთ გავა. დრიფტისთვის ყოველ შემთხვევაში რო დავტესით, უფრო კარგად ეგრე დრიფტაობდა და შევცვლით ამას, როცა დრიფტის ტესტზე გადავალთ. რაც შეეხება შოკებს, მექანიკური შოკები გვაქვს, წინ და უკან, გვაქვს დრაივ შაფტები, რომელიც არის მეტალის, რაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ არ გატყდება. რაც შეეხება უკანაც მეტალის დრაივ შაფტები გვაქვს. ხმა ისეთი აქვს, რომ Metal Gear-ს აქვს შიგნით, ანუ ხრახნები რა სტრიალებს, ეგენიც მეტალის აქვს. ხო, კარო გაქვია მგონი მაგას. აგერა გვაქვს ჩვენი სერვო, პატარა სერვო. ეს სერვოები საკმაოდ კარგი და სწრაფებია. აგერა გვაქვს ჩაშენებული გიროსკოპი, რესივერი, ESC კიდევ. აქ საინტერესო რაღაცა გვაქვს, ეს არის ბრაშლეს სისტემა. როგორც აღვნიშნე, მე ბრაშტები უკვე ჩამოსულია, უკვე გატესტილი არის, ძალიან მაგრებია და ეგრევე გამოვწერეთ ბრაშლესები, იმიტომ რომ ბრაშლესი ბევრად უფრო სწრაფია, ბევრად უფრო მეტად შეგიძლია გაერთო და ამას კიდევ უფრო ნახავთ. რაც შეეხება ბატარეიას, კარგი ბატარეის ჩასადები აქვს, იმიტომ რომ ბევრი წვალება აღარ გიწევს, ეს კლიპსი შეგიძლია საერთოდ არ გამოიყენო, იმიტომ რომ ესეც ჩვენებურად ამაგრებს. ნუ რა, მე ეს ბატარეის ჩასადებები მომწონს. რაც შეეხება ბატარეიას, თვითონ ამასაც მოყვა ლითიუმის ბატარეია, მაგრამ ლიპო აწერია, რას ტყვილი არის დიდი ალბათობით, მაგრამ არის 1200 მილიამპერიანი და ეს ბატარეები უბრალოდ არ ჯდება. საახლოებით 40-60 წუთი ძლებს ერთი ბატარეა, ამიტომ 2-3 ბატარეა თუ გაქვს, ჩათვალე მთელი დღე შეგიძლია რომ ითამაშო. კაი ბატარეებია. როგორც გამოიყურება ისე თუ დადის, დიდი ალბათობით ძალიან კმაყოფილი დარჩებით და ძალიან მაგრა გავერთობით. ამიტომ წავიდეთ პირდაპირ ტესტ-დრაივზე გადავიდეთ. ჩავთოთ.
შავთ მანქანა. ნახოთ ერთი. ოპა, სერო შემიერი. კი, აი. ჩვენი ფანები. ყველგან არის, კარჩი, დაგგზდევენ რა. საწევიდეთ აღარ ვიცი. ახლა არ შემიმჩნი კუდი მახურავს კიდე კაი, თორე თქვენ ვიდეო დღეს ვეღარ დავამთავრეთ. დაიმალა. ერთი სიტყვით, მეგობრებო, ეხლა ჩართული ყავს მანქანა. ამ კლიპს თუ დავამაგრებ დღეს გატესვასაც დავიწყებთ. One eternity later. სანამ გატესვას დავიღებთ, სულ მიყვარს ხელში ხოლმე გაზის ათამაშება. ეს მაძლევს იდეას თუ როგორი სისწრაფე შეიძლება შემოგთავაზოს მანქანამ და ეხლა ნახოთ ეგ. ეხლა თუ მიხვდებით რა ხდება. აქ დაწეული არის სიჩქარე. იმიტომ არის დაწეული სიჩქარე, რომ ბატარეა დატენილი არ არის, მაგრამ მე ჭკვიანი ვარ და მეორე ბატარეა წამოვიღე. იმედია ბატარეის გალე, თორე იგაც სწრაფია შეიძლება მეკლა. ავაი, ვიჯო. აჯი ბატარეა რო ჩავდეს სერვოც ასრაფს და ბევრად უფრო კარგად უხარ. ეს უკეთესია. ინა გული გავისკდა მეგობრებო. მე თქვი ბრაშტესი გამოვიწერე და რა გამოვიდა თქო? იმიტომ რომ კაი ხმა არ ქონდა, მაგრამ ეხა უკვე მომწონს. ეხა რასაც გავაკეთებთ, გავტესავთ ამ მანქანას, ვნახავთ რამდენად სწრაფი არის, ზუსტად რამდენი კილომეტრ-საათის განვითარება შეუძლია. რამდენად სწრაფი აჩქარება აქვს, გამძლეა თუ არა, რამდენად გადაურჩება ჩვენს ტესტ-დრაივს და ნუ ერთი სიტყვით არ მოვერიდებით რა და პირველი რასაც გავაკეთებთ, ვნახავთ რამდენი კილომეტრ-საათით შეუძლია სირბილი. GPS დამაგრებული არის, რამოდენიმეჯერ გავატარებთ, გამოვატარებთ და ვნახავთ რა შეუძლია. გადამღები, ნაგავი. წავიდე. წავიდა. ობა. ინაღა. რამდენია თქვენი ასეთ? კილომეტრები 35 შენი? ალბათ 27 და 300. მე ასე ვფიქრობ 30. 34 არის. 34 და 2 და ჩვენ ლიდერბორდში იქნება ნომერ პირველ ადგილას ვინაიდან რადგანაც პირველი მანქანა რომელიც გავტესეთ, მაგრამ ნელ-ნელა სხვა მანქანებსაც გავტესავთ და სტატებსაც დავდევთ. ნახოთ ვინ არის პირველი. შევეჯიბროთ ერთმანეთს და ნახოთ ვინ გაასწრებს. აგერ ლიდერბორდში გიორგის შეგვიძლია რომ ჩავსვათ, GPS დავუმაგრებთ აღარ ნახოთ რა შეუძლია. ჩვენმა კონტესტანტმა მოგთხოვა რომ გადავაკრათ, იმიტომ რომ ჯიბიდან ამოვარდება თურმე და რას ფიქრობ, ჯუბა რამდენში იცახა ეს? 20-ს გამით. მეტი შეუძლია, ასე მგონია, 25 ან 27. 27 იყოს, კაი, ჩვენსკენ ვიქნები. 27 რა ამბავი, ანუ 27-ზე, არა, 25 თქვი. 25 თქვი და 25-ზე მეტი თუ იქნება, რა არის ჩემი საჩუქარი? 25-ზე მეტი თუ იქნება, სულაკს გაჭვი. ესე იგი, გიორგი და ჩემი პატარა რაკეტა უკვე მზად არიან, იმისათვის რომ სისხლის მღვრელ ბრძოლაში ჩაერთონ. 1 2 3 მომატყუა, კაროჩე. მეგობრებო, მომატყუა. 1 2 3 დავაი, წავიდა. გიორგის მანქანა. მოდი ვიჯო, აქ GPS-ზე მანახე ერთი რაკენ. მოდი, აგე. 23 და 7, თითქმის 24, 23 და 7. გიორგი ჩვენ ლიდერბორდში მეორე ადგილზეა, იმიტომ რომ მეტი მანქანა არ გაგვიტესტია. მაინც კაი შედეგია, რომ ფიქრობ რომ რომელიღაცა მანქანებს გაასწრებს რა. ეხა მეორე რაუნდი და ცოტა აზრი რო კონდეს. გიორგი იქიდან რომ გამოიქცეოდა იმ ნატეხთან რომ მოვა, მაშინ დავსტარტავ მე. და ეხლა ვნახოთ წესით უფრო ახლა ორთაბრძოლა უნდა იყოს, უფრო დაძაბული უნდა იყოს. 1 2 3 წამოდი. რა გინდა ძმაო? აგერ ფორა მივეცი მოუგო. ახლა მესამე რაუნდი გვჭირდება, ბრატ. აუ, თავკუდ მოგლედი. გაუმჯობესა 25 და 3, ბრატ, 25 და 3. ეხლა მე ვიყავ ყველაზე ახლოს. არის მაგივრად მე ვხურდები და მესამე რაუნდი გვექნება რა. ისევ იგივენაირად, მგონია რომ შეუძლია ჩვენ მანქანას გიორგის ზაბარცხება მიუხედავად იმისა, რომ ფორას ვაძლევთ და წავიდა რა გიორგი მზად ხარ? დავაი, წავიდა მაშინ 1 2 3 აუ გიორგის გავუღარ ჩოხეთე მანქანას ვეღარ ჩოხეთე ბიჭო ეს დამეფარა ფუ ამის დეონდირე მოიგო ხო წერან მანქანას ვეღარ ჩოხეთე იმიტომ რომ გიორგი გადამეფარა ამიტომ გიორგიმ თქვა რომ გავამეოროთო იმას ფიქრობს რომ მომიგებს რა ანუ ნამდვილ ორთაბრძოლაში მომიგებს და ეხა გავამეოროთ კიდევ ერთხელ
GPS განულებულია, ვნახოთ ერთ გიორგი თუ გააუმჯობესებს კიდე, იმიტომ რომ 25-3-მდე აწია სიჩქარე და გავამეორებთ რა, ერთ ხნით ზუსტად იგივე წესებით. ფორას ვაძლევთ და მე ჩემამდე უნდა მოვიდეს ან ერთი ან მეორე. კაი, მომემზადე. 1 2 3 არა, მაინც მოიგო, ბრატ, მაინც მოიგო. ზედმეტად დიდი ფორა იყო. მაგრამ არა უშავს, მაინც ახლო რეისი იყო. აგერ მოვიდეს ერთი მანახი GPS-ე თუ გააუმჯობესე რამე ბიჭო. მოდი აგერ. 25 და 6 რა, ეს ბიჭი ასე მანქანებს უდავაჯირო შეიძლება ოლიმპიადაზე იბიროს მოვალწეს. ამიტომ კაია, ხო ხედავ, ჯანსაღი ცხოვრება, არსი მანქანები რაღაცა, იგი, გაიქეც, გამოიგეცი. მანქანას დაეჯიბრა და ყველაფერი გაგად იქნება. და გადავედით შემდეგ ჩენელზე, რომელიც იქნება რა? ჰენდლინგი, ანუ როგორ დადის ტრეკზე. წყალ გრამპი მოგესალმებით. ეხლა ვიწყებთ, აგერ არის სტარტ ლაინი, აგერ აქვს, იგი რა ქვია, ჩვენი მსაჯი სტუდია, კაროჩე ეს დაინიშნავს დროებს და ლაპ ტაიმებსაც გვეტყვის. ეხლა უცებ რო აგიხსნათ რა ხდება ამ ტრექსი. ეს არის სტარტი, ეს არის ფინიშ ლაინი. ამას როგორც კი გადმოვფრინდებით, ეგრევე დაიწყება. მოვდივართ, ამას ერთხელ უნდა მოვაროთ, ასე მოვდივართ, აქ შემოულით, აქ შევდივართ, ამაზე უნდა ავხტეთ ექსტრემალურად და მივდივართ ისე ვიქ და იქ უნდა შევძვრეთ, გადავხტეთ და ეგ იქნება ჩვენი ლაპი. გვექნება 3 წრე და ნახავთ ამ 3 წრეს რამდენ ხანში გავივლეთ და ყველაზე სწრაფი ლაპი როგორი იქნება. დავიდა. ხო. ოპა აშიფ. ძნელი საკარებელი არის, საკმაოდ, იმიტომ რომ ძალიან სწრაფი არის, მაგრამ პროფესიონალი გოლებისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, კიდე ხა დავასრულე კარიერა, უცებ წავიდა. ბოლო ლაპი. მივაწვე, აუ რა გავაკეთე. რამდენი არის? შევამოწმოთ. ესე იგი, ჯამში რამდენი იყო? ჯამში იყო პირველი 10.92, მე 2 ჯერ სწრაფად დავაჭირე. მე 9, მე 10. 1 2 წავიდა. აქ გადამხეს მოვერიდე, მაგრამ არა უშავს, მაინც პირველი ლაპია. ავხტით, უპრობლემოდ. ინახამ გავხტით, მაგრამ არა უშავს. მიდივართ, შეგვიძლია, კიდე მეტი შეგვიძლია. ოპა, ინახამ ეპიკური შემოსვლა გამომივიდა, მაინც ახალი მანქანა რო არ მიჭრდება. წავიდა ბოლო ლაპი, ეხა ეს ყველაზე სწრაფი უნდა იყოს. ცუდი შემოსვლა არ იყო. ავხტით, წავიდა სიჩქარეზე ორიენტირებული. ჩამითვალეთ რა. 30 წამი. ნუ ამას მე დავიანგარიშებთ, ეხა უნდა მაწყებიებს. და ვიჯი, პირველი იყო 10.30, მეორე იყო 10.05, მესამე იყო 9.35. 8 და რაღაცას ეწერა მან. 8 ბოლო იყო, იმიტომ რომ გაუშვი, პროსტა მეოთხე ლაპი ხო არ გაგივლია იდეაში. ბოლო იყო 9.30 საუკეთესო. დავარეს. გიბრუნდებით დრიფტის ტესტ დრაივიდან. ეხა აღარც დროზე ვართ ორიენტირებული, აღარც რამე სხვაზე და უბრალოდ ვეცდებით რომ ვიდრიფტავოთ, ოღონდ ასეთ რაღაცები არ გავაკეთოთ და მაქსიმალურად ვეცდებით რომ მანქანით სიამოვნება მივიღოთ და თან გავტესტავთ რამდენად კარგად შეუძლია მანქანას დრიფტი. ბატონი გიორგი მიყვება მანქანას, ცდილობს რომ კადრები დაიჭიროს თქვენთვის. ერთი გული გიორგის დაუწეროთ ყველამ. მე ამასობაში ვამუღამებ ტარებას. მანქანა თვითონ შვენივრად შეგიძლია რომ მართო, დაიმორჩილო, ხედავთ, ოპა, რა შესვლა იყო. ოპა, სტრაიკი გავაფუჭე, გიორგი ჭაჭდა. გავზეთ, არ ჩუდებით. ენერგია, მომენტი არ დავკარგოთ. წავიდა, შემოული კიდე მაგას ერთხელ. წავიდა, გამოვედი საკით. შესვლა გავაკეთე, შესვლა. აუ, ეს მეორეჯერ გავაკეთე უკვე, არა უშავს. ერთი მეორე აქ, აი, ძალიან ცუდი ზედაპირი არის, ფილაქნები არის და როგორც ასეთი დრიფტისთვის ეს ნამდვილად არ არის გათვლილი, მაგრამ როგორც ხედავთ, მანქანა რადგან შედარებით დიდი ზომისაა და ფაუერიც საკმაოდ კარგი აქვს, ასეთ ზედაპირზედაც არ უჭირს დრიფტაობა, რაც ძალიან კარგი არის რა. აქ უკვე სტანტების კეთებაზე გადავედით. ეს მანქანა ისე კარგად დრიფტავდა, რომ ვიფიქრეთ, რომ სტანტები მალე გამოგვივიდოდა და თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთი რაღაცა გავაკეთეთ, რასაც ხანდახან 2 საათი ვჩალიჩავთ, მაგრამ ამ მანქანით ზუსტად 5 წუთში გამოგვივიდა. ნახეთ. ესე იგი მეგობრებო, დავასრულეთ ამ მანქანის ტესტ დრაივი. მაყოფილი ვარ, მომეწონა, მასიამოვნა. რო შევაფასოთ ვიზუალურად,
არაფერი არჭის მანქანას, პატარა ნაკაწრები აქვს, რაც ლოგიკური არის. იმდენჯერ ვახათ გუნეთ, ჩასი იდეალურ მდგომარეობაში არის, პატარა ნაფხაჭნები, თელი არის, ნაწილები არ გამძვრალა და ერთი ზღვით ამ მანქანამ დღეს იმენა პატივი გსვა, რასაც ქვია. სიჩქარეში დაუწერდი 10-დან 900, ვისაც სისწრაფე გიყვართ, ეს მანქანა თქვენთვისაა. რაც შეეხება რბოლას, ბოლაში საკაიფო არის, იმენა Max Verstappen და დაუწერდი 10-დან 8.4-ს. რალის მანქანა არის მაინც. რაც შეეხება დრიფტს, იდეალური, კარგი ტაფაზე, სრიალებს ამ ზედაპირზედაც კი, მიუხედავად იმისა, რომ წესით აქ ადამიანმა მანქანა არ უნდა ადრიფტაო, მაგრამ ჩვენ დაგვენაღვლება, ბიზნესი ჩვენია. რაც შეეხება გამძლეობას, გამძლეობაზე თქვენ თვითონ შეაფასეთ. მე დაუწერდი 10-დან 900-ს, 9.3-ს. გამორჩილების თვალსაზრისით ვფიქრობ, რომ 10-დან დაუწერდი 7-ს. იმიტომ რომ საკმაოდ ძნელი სამართავი არის, მაგრამ რომ მიეჩვევი დიდი ალბათობით ერთ-ერთი საუკეთესო არსი მანქანა იქნება, რაც კი ეყოლება. ერთი სიტყვით მეგობრებო, ეს მანქანა მე ისე დამევასა, რომ სიტყვები აღარ მყოფნის, უბრალოდ ემოციებისგან დაცლილი ვარ დღეს, აღარ შემილია რა, იმიტომ მთელი დრო ტუნა ვატარებ მანქანას და ერთ სიტყვით ძალიან გავერთი. ამიტომ მე აღარ შემილია, ბატონი გიორგი შეაჯამებს და დაამთავრებს ვიდეოს. ეს როგორც სილვესტერ სტალონე აკეთებს ხელის გადაწევაში ისე. მეგობრებო, ორიოდე სიტყვით ვიტყვი, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ამ მანქანით. დღეს თავიდან გამასწრო, მაგრამ რა თქმა უნდა, აქ საუკეთესო მე ვარ. მანქანასაც შეეხება, ძალიან კარგია, გამძლეა, ყველაფერი ამაზე ნიკა მისაუბრა. მე კი მხოლოდ ვიტყვი დასასრულს, რომ თუ გინდათ რომ მსგავსი კონტენტის ვიდეოები კიდევ შევქმნათ, ამისათვის თქვენ ხარდაჭერა საჭირო, გამოგვიწერეთ, დაგვალაიქეთ და კიდევ კომენტარებში შეგვიძლია გითხრათ რა გამოვასწოროთ, რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ და გავიგოთ თუ რაზე გვაქვს სამუშაო. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით რომ ამას ვიდეოს უყურეთ. კარგად ბრძანდებოდეთ. შემდეგ შეხვედრაზე. ნახვამდის.